ყურადღებით მოусმინეთ უხუცეს ასტროლოგს საინტერესო პროგნოზს პირდება. დილა მშვიდობისა. ფაქტს თუ კონკრეტულად როდის მოივლინეთ ქვეყანას დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი და ფინანსების ურთიერთკავშირის კუთხით. ვერძებს გასაოცარი უნარი აქვთ უთავბოლოდ ხარჯონ ან 1-2-რად გაიორმაგონ საკუთარი კაპიტალი. კურომ შრომელი და გონივრულად ხელმომჭირნეა. ნაბიჯ-ნაბიჯ აგროვებს მატერიალურ დოვლათს. კურომ ზადაა ხანგრძლივად და მუხჩაუხრელად იმუშაოს საიმისოდ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს. შემდგომში კი ეს მდგომარეობა ხანგრძლივად შეინარჩუნოს და გაზარდოს. ტყუპებს რამოდენიმე საქმის ერთად კეთება უყვართ. აქედან გამომდინარე, მათ ან რამოდენიმე პროფესია უნდა გააჩნდეთ, ან ერთი საქმე მრავალმხრივი განშტოებით. ფულს მალე შოულობენ და უფრო მალე ხარჯავენ. თუმცა დაგროვებასაც ახერხებენ თუ თანხა კონკრეტული მიზნისთვის ესაჭიროებათ. კირჩხის ფული უყვარს, თან ძალიან. გამორიცხული არა, მან კვების ობიექტი გახსნას ან თავი რეპეტიტორობით ირჩინოს. ფული კირჩხებისთვის სულიერი და ფსიქოლოგიური წონასწორების საშუალებაა. თუ კირჩხებს ფული არ აქვს, ან მის სიმცირეს განიცდის, იგი დეპრესიული და ნერვოზული ხდება. ლომს ფული ადამიანის წარმატების მთავარ საზომად მიაჩნიათ. ხშირად მათი პროფესია დაკავშირებულია გასართობ ინდუსტრიასთან. არ თანხმდებიან შემოთავაზებას თუ არ იციან კონკრეტული ანაზღაურების მოცულობა. მიაჩნიათ, რომ მაღალი ხელფასი ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენაა მათ ცხოვრებაში. ქალწული ზოდიაქოს ყველაზე ფულის მშოვნელი ნიშანია. დაბადებიდან ახასიათებს ეკონომიურობა, კარგი ფინანსური ალღო და ანალიტიკური აზროვნების უნარი. შეუძლია წლების მანძილზე იმუშაოს მუყაითად საიმისოდ, რომ საკუთარი შემოსავალი არა 2-ჯერ, ან 3-ჯერ, მაქსიმუმ 10-ჯერ მაინც გაზარდოს. სასწორების უმრავლესობა ფიზიკური შრომის წინააღმდეგია. მათი მთავარი კოზირი კაპიტალის დაგროვების საკითხში გარეგნული მონაცემები, დიპლომატიის უნარი და კომუნიკაბილურობაა. ამიტომ ეს ხალხი არც თუ იშვიათად ახერხებს სოლიდური შემოსავლის დაგროვებას, რომელიმე სახელოვნო დარგში მოღვაწეობის გზით. მორიელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისათვის დიდი ქონების დაგროვება ასტრუთული საქმეა. მას აქვს შესანიშნავი ინტუიცია, რაც გამომუშავებული ფულის სწორად ინვესტირებაში ეხმარება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ბევრი მორიელი დგება ფინანსური კრახის ან სამართლებრივი დევნის ობიექტი, საეჭვო გარიბებებში მონაწილეობის გამო. მშვიდოსნები, როგორც წესი, ფინანსებთან მიმართებაში უდარდელი და ერთობ დაუდევრები არიან. თუმცა მიუხედავად ამისა, მათ სხვებზე უფრო ხშირად უმართლებთ ცხოვრებაში ფინანსური თვალსაზრისით. ისინი იგებენ ლატარიაში, ბედის წყალოთ აზარტული თამაშებისას, ან ხდებიან მოულოდნელი მემკვიდრეობის ადრესატი და ასე შემდეგ. რაციონალიზმი და წინდახედულება თხის ხასიათში შესანიშნავი ბიზნესმენის ალღოს ანვითარებს. თუმცა მან ფინანსურ წარმატებას რომ მიაღწიოს, აუცილებლად უნდა დაძლიოს საკუთარ თავში თანდაყოლილი შიში წარუმატებლობის მიმართ და პესიმიზმის, რომელიც პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს. მერწყულისათვის ფული პიროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის აუცილებელი ატრიბუტია. აქედან გამომდინარე, იგი სწორედ ამ მოსაზრებით გამოიმუშავებს მას. ზედმეტად მეოცნები თევზები იშვიათად ახერხებენ ცხოვრებაში ფინანსური კუთხით განსაკუთრებული წარმატების მიღწევას. ძუნწთა და ხელმომჭინელთან კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნებიან. მუშაობას როგორც წესი თევზები თავს არ არიდებენ. თუმცა თუ კი მათ შრომის პროცესს მკაცრი დედლაინებით არ აკონტროლებს ვინმე, შეიძლება პერიოდულად სიზარმაცემაც შემოუტიოს. სადაა? აგზლива და აი მაგარი კლუბური მუსიკა საიდან მისმის? მუშაობას არ არის. ახლა გზარაში ვინილის მუსიკის დროა, მე კი გირჩევთ, რომ ხშირად უსმინოთ ვინილის რადიოს FM 99-სა და 7-ზე. რამაზ დილამშვიდობისა დღეს შინეიდო კონორის ჯერი დადგა.
ირლანდიელი მომღერლისა, რომელიც ყველას უყვარდა, მე მგონი, ეს კლიპი რო გამოჩნდა, ბიჭიან გოგოიანად და ამავე დროს სკანდალური ფიგურაც იყო ერთგვარად, ხო, რაღაც ისეთი რაღაცები გააკეთა, რის შემდეგაც ამერიკაშიც კი ზოგჯერ არ უყვარდათ. იმდენად სკანდალური რაღაცა გააკეთა ერთხელ ამერიკაში, ამერიკის დროშა დაწვა თუ რაღაცა თქვა მოკლედ, აღარ მახსოვს, რომ ჩავიდა ამერიკაში ერთ-ერთი ცნობილი მუსიკოსი, აღარ მახსოვს, ვინ იყო, ტომ პეტი იყო, თუ არ ვცდები, მან გამოიყვანა სცენაზე, რომ სიმღერა დაემღერა, ხალხმა არ ამღერა, სტვენა დაიწყეს და ბუ და რაღაცეები და ნუ ხო. მაგრამ ეს სიმღერა Nothing Compares to You დაწერა პრინცმა. 85 წელს და პრინც იმდენად ნაყოფიერი მუსიკოსი იყო, იმდენად სიმღერას წერდა, რომ ამ ალბომებში აღარ ეტეოდა უკვე და გადაწყვიტეს რაღაც საიდ პროექტი შეექმნათ, Family ჯგუფი ესეთი, რომელშიც პრინცის მუსიკა შევიდოდა და 85 წელს თავისი ერთადერთი ალბომი გამოსცა ამ ჯგუფმა Family, პირველი და ერთადერთი და მასში შევიდა სიმღერა Nothing Compares to You და შინედო კორონმა გამოსცა 1990 წელს. ხო და აქ საინტერესო რა არის, ძალიან პოპულარული გახდა, ნუ პლატინის სტატუსები და ოქროს სტატუსები და ასე შემდეგ და რაღაცა და საინტერესო არის კლიპში, რომელიც პარიზშია გადაღებული, რომ ტირის, ხო არის ეს მომენტი და ეს იყო თურმე სპონტანური რა, არ იყო დაგეგმილი წინასწარ. ხო და იწყებს ტირილს, როდესაც მღერის, რომ all the flowers that you planted mother in the back, ანუ დედა შენ რომ ის ყვავილები რაც დარგიო ყველა დაჭკნა თუ რაღაცა, ამ დროს იწყებს ტირილს, იმიტომ რომ დედასთან ქონია თურმე იმ დროს უკვე გარდაცვლილ დედასთან რთული ურთიერთობა რა, ის ქალი ცემდა თურმე ბავშვობაში და ასე შემდეგ და ნუ ეს ყველაფერი ეტყობა მოუვიდა თავში და ამ დროს დაიწყო ტირილი და ეს დატოვეს, იმიტომ რომ რაღაცა გარდად გამოვიდა და ეხლა ხო. ეხლა ჩვენ მე და მანიკა, უფრო მანიკა და მე It's been 7 hours and 15 days since you took your love away. I go out every night and I sleep all day since you took your love away. Since you've been gone, I can do whatever I want. I can see you never choose. I can't buy dinner out in a restaurant. But Nothing, I felt nothing can take the waste blues. 'Cause nothing compares to you. მაგვიძა რა ისე პირდაპირ ეთერშია ტოპ სერვისის დროა და დღეს ქორწილების თემაზე გესაუბრებით, მაგრამ არა ქართულ ტრადიციულ ქორწილზე, არამედ ჩვენთვის უჩვეულო ტრადიციებზე მოგიყვებით. ნახავთ, არაბეთსა და აფრიკულ ქვეყნებშია როგორია ქორწინების ცერემონიალი, ძალიან ბევრ უცხო, ჩვენთვის უცხო წესჩვეულებებზე შეიტყობთ ინფორმაციას ჩვენი სიუჟეტიდან. თეთრი კაბა საეკლესიო ცერემონიალი, ლამაზად მორთული საქორწინო დარბაზი, ფოიერვერკი. ეს ის დეტალებია, რომლებიც ევროპულ ქორწილებს განსაკუთრებულს ხდის. თუმცა ჩვენ ბევრი არ ვიცით იმ ქორწილებზე, რომლებიც განსხვავებულია და ამ დეტალების გარეშე ტარდება. აფრიკული და არაბული ქორწილები მათ რიცხვს მიეკუთვნება. აფრიკულ ქვეყნებში წყვილები ხშირად უსიყვარულოდ ქორწინდებიან, რადგან მათ შეუღლებაზე ოჯახები ზრუნავენ. ქორწილის მთავარი მიზანი შთამომავლობის გაგრძელებაა. თუ წყვილი უშვილო აღმოჩნდა, მათი განქორწინება გარდაუვალია. ახალგაზრდა აფრიკელების მცირე ნაწილი თანამედროვე ქორწილზეც არ ამბობს უარს, მაგრამ ისინი ტრადიციულ აფრიკულ ქორწილსაც აუცილებლად იხდიან. აფრიკელ ქალებს ტრადიციული საქორწინო სამოსი აქვთ, თუმცა ფერს პატარძალის საკუთარი გემოვნებით ირჩევს. ქუდი და ბევრი მძივი საქორწინო აქსესუარების განუყოფელი ნაწილია. საინტერესოა, რომ პატარძლებს თაიგულის ნაცვლად მარაო უჭირავთ. სიძესაც ტრადიციული სამოსი აცვია, რომელიც წესის თანახმად პატარძლის კაბის ფერს უნდა ემთხვეოდეს.
აფრიკელი წყვილებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წინა საქორწინო პერიოდია, რომელიც სამი მნიშვნელოვანი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე სიძის ოჯახი მიდის პატარძლის ოჯახთან. მამას გამოჰყავს ყველა ქალიშვილი და სიძის ოჯახი მათგან ერთ-ერთს ირჩევს. ამის შემდეგ მშობელი ეკითხება შვილს თანახმაა თუ არა გათხოვდეს. დადებითი პასუხის შემთხვევაში მამა სიძის ოჯახს მეორე შეხვედრას უნიშნავს. ეს უკვე მეორე ეტაპია. სასიმამრო სიძეს პროდუქტების სიას გადასცემს, რომელიც ძირითადად ხილის, კვერცხის, რძისა და ბრინჯისგან შედგება. სიძე ვალდებულია ეს ყველაფერი იყიდოს და პატარძლის ყველა მეზობელ ოჯახს დაურიგოს. ამ ფორმით სიძე სიმამრის მიმართ პატივისცემას გამოხატავს. მესამე ეტაპზე კი სიძის ოჯახი მეგობრებთან ერთად მიდის პატარძლის ოჯახში, სადაც 300-400 კაციანი სუფრა იშრება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაზეც ოჯახები ქორწილამდე უნდა შეთანხმდნენ, არის პატარძლის საფასური 20,000 გირვანკა სტერლინგი, ანუ 55,000 ლარი, რასაც სიძის ოჯახი უპირობოდ იხდის. ამ ეტაპების შემდეგ ინიშნება ქორწილის ოფიციალური თარიღი. რიტუალი კი ასეთია. პატარძალი მუხლებზე დგება, მამა მას პალმის ღვინოს აწვდის. შემდეგ ის ცეკვას იწყებს და ხალხში ქმარს ეძებს. მისი პოვნის შემდეგ კი კვლავ მუხლებზე დგება და მომავალ მეუღლეს სწორედ იმ ღვინოს აწვდის, რომელიც მამამ გადასცა. ამგვარად ქალი მას ქმრად აღიარებს. ამ რიტუალის შემდეგ იწყება ხალხმრავალი წვეულება, რომელსაც დაახლოებით 600 კაცი სტუმრობს. ტრადიციული სიმღერა და ცეკვა აფრიკული ქორწილის განუყოფელი ნაწილია. აფრიკულს ძალიან ჰგავს არაბული ქორწილიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი უფრო მდიდრული და ზღაპრულია. არაბი ცოლის მოყვანა სიძეს საკმაოდ ძვირი უჯდება. არაბული ქორწილი ისეთ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული, რომ ხშირად სახელმწიფოც კი აფინანსებს წყვილის შეუღლებას. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქალის და კაციც არაბები არიან. სიძე პატარძალში 30,000 გირვანკა სტერლინგს, ანუ დაახლოებით 70,000 ლარს იხდის. მაგრამ თუ პატარძალი განათლებული, ჭკვიანი და ლამაზია, ეს თანხა იზრდება. ამიტომ ცდილობს ყველა არაბი მამა შვილი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაათხოვოს. თან მამამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც უნდა გაითვალისწინოს. 25 წელზე ზევით ქალიშვილს პირველ ცოლად არავინ შეირთავს. არაბული ქორწილების ცერემონია მხოლოდ ხელის მოწერით შემოიფარგლება. საქორწინო კონტრაქტი კი უამრავ მუხლს შეიცავს თანაცხოვრების წესებსა და მოვალეობებზე, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც მეუღლეს სოლიდური ჯარიმის გადახდა უწევს. ხელის მოწერის შემდეგ სიძე პატარძალი ამ ღირსშესანიშნავ დღეს ცალ-ცალკე აღნიშნავს, რადგან მუსლიმანური რელიგიის მკაცრი წესები ქალებსა და კაცებს სუფრასთან ერთად ყოფნის უფლებას არ აძლევს. მამაკაცების წვეულების დამთავრების შემდეგ კი მხოლოდ სიძეს ოჯახსა და მეჯვარეებს აქვთ უფლება ქალებს შეუერთდნენ. ხელის მოწერის ცერემონიაზე პატარძალს შავი ტრადიციული სამოსი აცვია და ისეთი ჩადრი ახურავს, რომელშიც შეუძლებელია პატარძლის არათუ სახის, არამედ თვალების დანახვაც. ასია ჩაცმული ცერემონიაზე მისული ყველა ქალი, თუმცა საქორწინო დარბაზში სურათი იცვლება და ისინი ცნობილი დიზაინერების კაბებში არიან გამოწყობილი. ქალებისაგან განსხვავებით, მამაკაცები ბოლომდე ტრადიციულ სამოსში არიან ჩაცმულნი. რელიგიური შეზღუდვების მიუხედავად არაბებს გართობა უყვართ. მათ ქორწილებს არ აკლია ცეკვა სიმღერა და ამ დღეს არც სასმელზე ამბობენ უარს. მაგვიძაგარ დაგიბრუნდათ. ცხოვრების ახალი ეტაპი, ახალი შესაძლებლობები და ახალი აღმოჩენები. 1-დან 3 წლამდე პატარები უკვე სამყაროს შეცნობას სწავლობენ და გარშემოყოფებთან კონტაქტის დამყარებასაც ცდილობენ. ახალ ბედა-დედებო, ჩვენ სიუჟეტში ნახეთ რამდენიმე საჭირო რჩევა იმისათვის, თუ როგორ დავეხმაროთ თქვენს პატარას მის ცხოვრებაში მომხდარი სიახლეების სწორად აღქმაში და ასევე გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში. სიუჟეტის შემდეგ კი ჩვენი სტუმარი იქნება პედიატრი ქეთი ნემსაძე. თქვენი შვილი უკვე ცოცავს ან დადის ლაპარაკობს გამართულად. Investors just like you could lose tens. ან ჩლიფინით, მაშინ იცოდეთ, რომ პატარას ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. დაბადებიდან 1 წლის შემდეგ თქვენ მასთან დამოკიდებულებაც უნდა შეცვალოთ და მოვლის მეთოდებიც. 1 წლამდე ბავშვებს ექიმთან კონსულტაცია უფრო ხშირად სჭირდებათ. 2 წლიდან კი არ არის აუცილებელი თქვენი შვილი ექიმთან თვეში ერთხელ ატაროთ. თუ რა თქმა უნდა ბავშვი ავად არ არის, ან გეგმიური აცრა არ უწევს. ბავშვი რო 1 წლის შესრულდება, აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან და აქ თუ არა ეჭვი ექიმს რამეზე, უნდა გაკეთეს სისხლის საერთო ანალიზი, უნდა გაკეთეს შარდის საერთო ანალიზი და აუცილებლად უნდა შემოწმდეს განავლის საერთო ანალიზი. საქართველოს პირობებში ძალიან ხშირია ენტერობიუსები, მახვილას ან ჭიებს რო ეძახიან და ასკარიდები.
მართალია, 1 წლის ბავშვი უკვე უნდა დადიოდეს და მეტყველებდეს კიდეც, მაგრამ მედიკოსები ამბობენ, რომ ეს მაინც ინდივიდუალურია და მეტწილად გენეტიკასა და ბავშვის ფიზიკურ მონაცემებზეა დამოკიდებული.